ირაკლი შიოლაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუბერნატორის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგო. როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, გელამ თივლიშვილი გუბერნატორისა და მისი მოადგილის გარდა დანარჩენ მოხელეებზე ითხოვდა ინფორმაციის გაცემას, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად აკრძალულია. საპასუხო კომენტარში გელამ თივლიშვილი გუბერნატორს ურჩევს გასცეს ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ შეუშალოს ხელი მუშაობის პროცესში და გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციური იურისტებთან. ბატონ თივლიშვილს მოუწოდებ, სანამ რაიმეს დაწერს, სანამ რაიმეს კომენტარს გააკეთებს, მანამდე დაელოდოს ელემენტარულად ოფიციალურ დოკუმენტს, ჩავიხედოთ ყველა შიგნით, რა დაგვავალა სასამართლომ, რა ნაწილში დაკმაყოფილი ან უარი რა ნაწილში ეთქვა. და მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროს, რომ ვინმეს რამე მოუგო. ჯერ ან გადაწყვეტილება დაიჭირონ ხელში და ისე გაავრცელონ ეს ინფორმაცია. ან სარეზოლუციო ნაწილი მაინც მოვიდეს და ამის შემდეგ გავრცელდეს ინფორმაცია. თუ სამართლებრივ საკითხებში ვინმე ვერ ერკვევა და მხოლოდ ჟურნალისტია, ელემენტარულად იკითხოს მაინც იურისტებთან რა მოიგო და რა წააგო. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. მე ვთვლი, რომ ჩვენ არაფერი არ წაგვიგია. მოსამართლემ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ განიმარტა რა ნაწილში დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი და რა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. და ასევე ბოლო აბზაცში მივუძიდეთ, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილში ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი, ანუ 12200 ლარი პრემია, რომ გასცა გუბერნატორმა მარკესტოში, ვინ მიიღო ეს პრემია, არ გვარისახელით, არამედ მაგალითად გუბერნატორის მძღოლმა მიიღო, ვინ მიიღო ეს პრემია. ამ ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარის ნაწილი არ დაკმაყოფილდა და ამიტომაც როცა გავიცნობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია ამ ნაწილში გავაგრძელოთ უზენაეს სასამართლოში. იმის ნაცვლად, რომ ეხლა გუბერნატორმა იფიქროს, რომ ინფორმაცია მოგოწოდოს და არ დატანჯოს ჟურნალისტები, ხელი არ შეუშალოს თავისი უკანონო ქმედებებით მედიას ინფორმაციის მოპოვება გავრცელებაში, აკეთებს ასეთ არასერიოზულ კომენტარს.